თუ კი უახლოეს პერიოდში აპირებთ წასვლას პოლონეთში ან პოლონეთის გავლით რომელიმე ქვეყანაში აუცილებლად გამოგადგებათ და დაგჭირდებათ ის ინფორმაცია, რომელსაც მე თქვენ ახლა გეტყვით. მოკლედ არ არის ბევრისთვის უკვე საიდუმლო ის, რომ პოლონეთის გავლით ბევრი ადამიანი გადადის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე კონტროლი არის უკვე ძალიან გამკაცრებული. ქუთაისის საზღვრის პოლიციამ გამოაქვეყნა სია იმ ფირმებისა, რომელთაც საზღვარზე უკვე აღარ უშვებს ადამიანებს, ასე რომ თუ კი თქვენ მოწვევა გიკავიათ ხელში, აუცილებლად გადაავლეთ ამ ფირმების ჩამონათვალს თვალი, იმიტომ რომ შეიძლება ერთ-ერთი ფირმის მოწვევა სწორედ ეხლა თქვენ გიკავიათ ხელში. მეორე ყველაზე დიდი პრობლემა არის უკვე როცა პოლონეთში ჩადიხართ საზღვარზე. მანამდე თუ კი თქვენ კმაროდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მიდიოდით სამუშაოდ, რაზე, როგორ და რანაირად, იცოდეთ რომ ეხლა ამით აღარ კმაყოფილდება საზღვრის პოლიცია, ეხლა თქვენ ბევრად უფრო მეტ რამეს გთხოვენ. მოკლედ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოგიჩინონ ან გიპოვონ რაიმე მიმართულებით ბილეთი, არ აქვს მნიშვნელობა გექნებათ ხელზე თუ არა. ბილეთის გარდა არ აქვს მნიშვნელობა ის როგორი ბილეთიც არ უნდა იყოს, იქნება დაჩექნებული სხვა აეროპორტიდან, სხვა რეისი, აი ხშირად მეუბნები, ვაიმე ხათუნა სხვა აეროპორტიდან მაქვს ბილეთი, არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაინც შეუძლიათ რომ ნახოთ. როგორ, საზღვრის პოლიცია შეუძლიან რომ ნახოს იფსიო. მოკლედ, გარდა ამისა, წინა კვირაში ერთ-ერთმა ტურისტულმა დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდათ შემთხვევა, რომ ადამიანი გაჩხრიკეს, საფულეში უპოვეს გერმანიის ნომერი და ამის გამო მოაბრუნეს ის საზღვრიდან. ეხლა თავად წარმოიდგინეთ, რამდენად მკაცრად ხდება კონტროლი. სამჯერ გაჩხრიკეს ერთი მოქალაქე, ვერაფერი ვერ უპოვეს და იძულებული გახდნენ გამოეშვათ. მოკლედ, ყოველ მესამე, მეხუთე ადამიანს გაყავთ შემთხვევების შერჩევის პრინციპით, ჩხრიკავენ და თუ კი აიღეს თქვენზე რაიმეს გამოეჭვი, თქვენ აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რომ დაგაბრუნონ საზღვრიდან. ამიტომ იყავით ფრთხილად, აუცილებლად გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ იყოს ნაკლები უკან დაბრუნებული ადამიანი.